მოგესალმებით. დღეს ჩვენს წინაშე არის სამწუხარო ინფორმაცია, რომ გუშინ ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს საქართველოსთან მოლაპარაკებები გაფართოებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი დიდი ხანია დევს მაგიდაზე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც მიმდინარეობდა გაფართოების პროცესი და ჩვენ ვიყავით სხვადასხვა ეტაპზე. თუმცა გუშინ ეს პროცესი და ეს მოლაპარაკებები შეჩერდა და კონკრეტულად შეჩერდა უხეში დარღვევებით, სრული ტერორის, ადამიანების დაშინების, გაყალბების ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო. და ეს იმ პირობებში, როდესაც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მათ არა მხოლოდ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არამედ გადავიდნენ ევროკავშირიდან დახმარების ახალ ეტაპზე. ესეთია, მაგალითად, ალბანეთი, რომელმაც მიიღო რამდენიმე მილიარდი ევროს დახმარება. ესეთი არის ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესეთი არის ასევე მოლდოვა, რომელსაც მიეცა დახმარების ახალი პაკეტი 1 მილიარდზე მეტი ევროს ღირებულების. საქართველოს სამწუხაროდ დადასტურდა, რომ დარჩა ამ ქვეყნების მიღმა და რომ მისი ევროპული განვითარების პერსპექტივა ამ ეტაპზე შეჩერდა ევროკომისიის მხრიდან იმის გამო, რომ ყველა შანსი, რომელიც მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, არ იყო გამოყენებული. პირდაპირ იყო დასკვნაში მითითებული, რომ მანამდე რეკომენდაციაში არაერთხელ ითქვა, რომ უნდა გამოსწორდეს საარჩევნო კანონმდებლობა, უნდა გამოსწორდეს საარჩევნო გარემო, უნდა იყოს სამართლიანი არჩევანის უფლება დასული, არაფერი ეს არ მოხდა, არჩევნები ჩატარდა უხეში დარღვევებით, შესაბამისად ევროპასთან ჩვენი მოლაპარაკებები შეჩერებულია. რა ენაზე უნდა უთხრან ქართულ ოცნებას და უნდა გითხრან ქართულ ხალხს? რა საშუალებით და რამდენჯერ უნდა შეგვატყობინონ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შანსი ევროკავშირთან დაახლოების და ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების უტოლდება ნულს. დღეს ახლა ჩვენი ამოცანა არის საბოლოო ჯამში ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნებისა, რომელიც ვიხელეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება ხელისუფლებამ უბრალოდ ჩაიჯიბა, მოიტაცა და ეს მოიტაცა ცალსახად საქართველოში რუსული სპეცსამსახურების დახმარებითა და მხარდაჭერით. ამის შემდეგ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი გუნდი, ისეთი შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ გამოასწოროს ის ვითარება, რომელიც გვაქვს. გაიწვიოს ის კანონები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, შექმნას ნორმალური საარჩევნო და დემოკრატიული გარემო და განაახლოს მოლაპარაკებები და ურთიერთობები ევროკავშირთან. კიდევ ერთი დადასტურება გუშინდელიდან გამომდინარე, რომ ის პროცესები, რაც ჩატარდა 26 ოქტომბერს, არის სავალალო. აქ არ არის საქმე მხოლოდ იმასთან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ არჩევანი თავისუფალ გარემოში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების ქმედების შედეგად მთელი საქართველო, ყველა ადამიანი, დაშინებული, მოტყუებული, ის ვინც გამბედავი იყო და მივიდა არჩევნებზე, ჩვენი შვილები დაისაჯნენ იმის გამო, რომ ქართული ოცნება და მათი ამფსონი რუსებმა გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ გაიფორმონ ეს ქვეყანა. ოპოზიცია ამასთან შეგუებას არ აპირებს, მე მინდა ყველა მიცოდეს. მიტინგზეც ვნახეთ ძალიან კარგად, რომ ქართველი ხალხიც არ აპირებს ამასთან შეგუებას. იმავე რეგიონებში თუ წახვალთ, სადაც 100%-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ანუ საოცრად გაყავდა არჩევნები, არც იქ არ აპირებს ადამიანების შეგუებას, არც იქ არ აპირებენ ამ შედეგისთვის, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის. ჩვენ არა ვართ რაღაცა ცხვრის ფარა, არა ვართ ხალხი, რომელსაც უბრალოდ მირეკავ არჩევნებზე და ციფრებს დაწერ, ოპოზიციამ წარადგინა გეგმა ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციას შეგროვებული აქვს მტკიცებულებები და მოხარული ვართ, რომ
ამ ბრძოლის მთავარი კომაგი და ლიდერი არის საქართველოს პრეზიდენტი და საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას და არჩევანს, რომ ჩვენ ვართ პროევროპული მისწრაფების ერი.